ელექტროობასთან დაკავშირებული სამუშაოების დაწყებამდე უნდა შეფასდეს ყველა არსებული რისკი, გაიცეს შესაბამისი განცესი. ჩაუტარდეს სწავლება პირებს, ვინც ატარებს სამუშაოებს. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ შესაბამისი ცოდნისა და კვალიფიკაციის მქონე პირს აქვს უფლება შეასრულოს ელექტროობასთან დაკავშირებული სამუშაოები. დასაქმებულების უსაფრთხოებისათვის გამოყენებული უნდა იყოს ელექტროდანადგარების დამიწება შესაბამისი წესების დაცვით. მისი გამართულობა კი პერიოდულად უნდა შემოწმდეს. დაუშვებელია ელექტროხელსაწყოს ხელით შეხება. წყალთან და სველზე დაპირებთან ახლოს მუშაობისას დასაქმებული ვალდებულია იმუშაოს შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით, დიელექტრიკური ხელთათმანებითა და ბოტებით. არ შეიძლება დაზიანებული დენის ჩამთველებისა და გამანაწილებლების გამოყენება, ასევე მათი გადატვირთვა, რათა თავიდან იქნეს აცინებული ხანძარი. ელექტროსამუშაოებისას გამოყენებული უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები, რათა სხვა დასაქმებულებს ჰქონდეთ ინფორმაცია მიმდინარე პროცესების შესახებ. ელექტროუსაფრთხოების ნორმების დარღვევა შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობისათვის. დენის ზემოქმედებით ადამიანი იღებს ელექტროშოკს, სხეულის დამწვრობას, ან შეიძლება დადგეს ფატალური შედეგიც.